და დაიწყო. რა თქმა უნდა, პირველივე ნაბიჯები წინ. ცენტრი დაიკავა ამირანმა, გაუშვა ჰაიკიკი, თუმცა აცილა მეტოქის. Spinning back kick, რომელიც ღვიძლში მოხდა და აშკარად არ ესიამოვნა. საკმაოდ ძლიერი დარტყმა აიტანა ეხლა. ლაუტრიალში ცადა უკვე თავში მოერტყა ფეხი, თუმცა აქ დააკარგინა ბალანსი ამირანმა. ყველაფერს უპირისპირებს ფირუდინი ამირანის პრესინგს. ძალიან ცუდად მოძრაობს, ვერ ჭრის კუთხეებს აქ ფირუდინი. ძალიან მაღალი პრესინგით არის ამირანი. ძალიან დიდ ზიანს იღებს. ფირუდინი აქ შემიერი მარჯვენა ჰუკი გაუშვა. სუფთად გაატარა. ბექფისტი აცდა ამირანს კვლავ და თუმცა სუსტი იყო და მიზანსაც აცდა კვლავ. ვერ ახერხებს აქ ტანრივერდიევი რომ მისთვის კომფორტული დისტანცია დაიცვას ამირანთან, იმიტომ რომ ამირანი ძალიან მაღალი პრესინგი. ძლიერი მუხლი გაუტარა კორპუსში, თავში და უკვე აგროვებს ზიანს. სუპერმენ პანჩი, რომელიც ნაწილობრივ გავიდა, ნაწილობრივ ხელთათმანებმა დაბლოკა. ლაუტრიალში ამის გამო მიცა გაფრთხილება რეფერიმ, რადგან შესაძლოა უნებლიე და არალეგალური დარტყმა გამოვიდეს, როდესაც ესეთ მოკლე დისტანციაში ტრიალს აკეთებს. და ზურგს აქცევ მეტოქეს. აი ხა როგორც თვალს ვადევნებთ, ამირანი ცდილობს უფრო ზუსტი და ძლიერი დარტყმები მიაყენოს მეტოქეს, ხოლო მეტოქე ქაოტურად ისვრის. თავისუფალ კომბინაციებს. ზურგით მოძებნა გალია. так, დაუთავა ნოკდაუნი კორპუსში მოარტყა, საკმაოდ ძლიერი დარტყმა. ამით რაუნდიც დასრულდა. ეს სერიოზული უპირატესობით დასრულდა ეს რაუნდი. ისედაც ჯობნიდა ამირანი მეტოქეს და ბოლოს საერთოდ ნოკდაუნი მიითვალა თავის სასარგებლოდ. ეხლა მიიღებენ დარიგებებს თავისი კუთხეებისგან სპორტსმენები. ნახოთ რომელიმე ბრძოლი რას შეცვლის და რას დაუპირისპირებს მეტოქეს მეორე რაუნდში. საკმაოდ დაღლილი ჩანს ტანრივერდიევი. რაც ბუნებრივი არის, იმიტომ რომ რამდენიმე საკმაოდ სერიოზული დარტყმა გაატარა კორპუსში და გამოცრილი აქვს ენერგია. რა თქმა უნდა, ტანში დარტყმები პირველ რიგში აზიანებს კარდიოს. შესვენებაზეც ფსიქოლოგიური ომი მიდის, ამირანი ფეხზე დგას და ელოდება მეტოქის წამოდგომას. მეტოქი კი ძალიან დაღლილი ოქტაგონის კანვაზე ზის. სიფოს მოსული არის. უკვე პრესინგით იწყებს ამირანი. ძლიერი ჰუკი დააბერკოტი, მაგრამ ძლიერესი ოვერჰენდი მოხდა. ფირუდინს კлауს ტრიალში ცდილობს. მოარტყს მუშტი, მაგრამ ჩეკჰუკს იდეალურად უტარებს აქ. ამირანი. დაშალა მეტოქე, დაშალა და კлау დაიწყო დათვა.
გონი აღარ აგრძელებს აქ ფირუდინი და დასრულდა მეორე რაუნდში არჩილ ჯეირანაშვილმა დაასრულა ეს შეხვედრა. ტექნიკური ნოკაუტით მესამე 3-დან 3 ნოკაუტი ჰქონდა და მეოთხე ბრძოლაც ვადაზე ადრე დაასრულა მაქს ფაიტში. მართალი იყო როდესაც იძახდა რომ სიცოცხლის სტრაიკერი ვარო ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს უკან მთელი ბრძოლის განმავლობაში მიზანმიმართულად უტევდა ის კორპუსში და შლიდა მეტოქეს რამაც საბოლოო ჯამში გამოიღო შედეგი და ვიხილეთ მეორე რაუნდის ტექნიკური ნოკაუტი ვილოცავთ ამირანს ხოლო ფირუდინს სურებთ კლავ მალე დაუბრუნდეს ოქტაგონს და შემდეგ ბრძოლებში უსურვებთ წარმატებას რა თქმა უნდა რთულია ისეთ გამოცდუმე ბრძოლთან ბრძოლა როგორც ამირანი არის. მოვისმენთ ახლა შედეგებს. In the second round, referee in charge of the cage has called a stop to this contest for the winner by TKO, Amiran!